ქართულ მედია სივრცეში უპრეცედენტო შემთხვევა ფიქსირდება, იქნება პირველი მედია სინდიკატი საქართველოს მედია სივრცეში. მედია სინდიკატში გაწევრიანებულები არიან შემდეგი ორგანიზაციები: მედია სახლი ობიექტივი, ქალბატონი თია ნადირაძე, წარმომადგენელი, გაზეთი ვერსია, ეს ხელმძღვანელი მაია ფურცელაძე, ჟურნალი თბილისელები, ბატონი ზაალ ცინცაძე, ბატონი დატო ლასხიშვილი, სვაბოდნაია გრუზია და პრაიმ ტაიმი, ქალბატონი თამუნა გორთამაშვილი. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანია გაგაცნოთ ის მიზნები და ამოცანები, რაც გვაქვს და შემდეგ შევუდგეთ უკვე მუშაობას. ბოლო პერიოდში ქართულ მედია სივრცეში საკმაოდ ბევრი მანკიერი მოვლენა გამოვლინდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ მანკიერ მოვლენებს ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდეთ. კერძოდ მონოპოლიზირებულია სარეკლამო სივრცე და ჩვენ შევეცდებით ერთობლივი ძალებით მოვახერხოთ სარეკლამო სივრცის ერთგვარი გადანაწილება იმ პრინციპებით და იმ თავისუფალი საბაზრო პრინციპებით, რომლებიც საერთოდ ეკონომიკაშია მიღებული. ასევე ჩვენი მიზანია ჩამოყალიბდეს ერთგვარი სადისკუსიო კლუბი მედია პრობლემებზე, ეს ეხება გავრცელებას, ეს ეხება რეკლამას, ეს ეხება სოციალურ პროექტებს, რომლებშიც მედია იქნება ჩართული თუ სხვა. ასევე ვაპირებთ ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შექმნას, რომელიც მიმართული იქნება იმ მანკიერი მოვლენების აღმოსაფხრელად, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის და შევეცდებით მაქსიმალურად ობიექტურად იქნეს ეს ყველაფერი წარმოჩინებული. დღეს რვის ნახევარზე ტელეკომპანია ობიექტივში ჩვენ უფრო ცლად გვექნება ამ ყველაფერზე საუბარი. ეხლა კი სიტყვას გადავცემ ქალბატონ თია ნადირაძეს, რომელიც თავისას მოგახსენებთ. მედია სახლი ობიექტივი. მოგესალმებით. მე მეტი აფერწერი. დავიწყოთ? მოგესალმებით, მე წარმოვადგენ მედია სახლ ობიექტივს, ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავართ. მე პრინციპში მახაზმა ყველაფერი თქვა, მაგრამ მინდა დავამატო, რომ ის რთული ვითარება, რაც მედია სივრცეშია, ეს არ არის ახალი პრობლემა, თუმცა ჩვენ გქონდა 1 ოქტომბრის მოლოდინი, მთელი რიგი 1 ოქტომბრის შემდეგ მოლოდინი მთელი რიგი ცვლილებებისა, მაგრამ არავითარ ცვლილებას სახეზე არ არის. ძალიან ცუდ დღეშია მედია საშუალებებისთვის, ესე ვთქვათ, სარეკლამო დაკვეთის საკითხები, იმიტომ რომ არ არის გადანაწილებული ეს ყველა მედია, უმრავლეს მედია საშუალებებზე, არამედ კონკრეტულად მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის. ჩვენ არა მარტო ჟურნალისტური გამოძიების ორგანიზება გვსურს, არამედ გვსურს ჩავატაროთ სხვადასხვა ტიპის კვლევები, რომელიც მიზნად დაისახავს თვითონ მედია საშუალებების განვითარებას და ამ მხრივ რაღაც, ასე ვთქვათ, სიახლეებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სხვათა შორის ბეჭდურ მედია საშუალებებს და ჩვენი გაერთიანება იმით არის საინტერესო, რომ აქ წარმოდგენილია როგორც მაუწყებელი, ასევე როგორც ქართულენოვანი გაზეთები, საკმაოდ ცნობილი ვერსიასა და პრაიმ ტაიმის სახით, არის რუსულენოვანი გაზეთი სვაბოდნაია გრუზია და ინგლისურენოვანი გაზეთი Georgian Times-ი. ანუ გარკვეული სახით ჟურნალი Georgian Times-ი, ჟურნალი თბილისელი, არა, უბრალოდ აღნიშნე არაქართულენოვანი გამოცემები. პრინციპში აქ თითქმის დაახლოებით ყველა სეგმენტი შედის, როგორც მაუწყებელი, ასევე საგაზეთო, ასევე ჟურნალის გამოცემა და რა თქმა უნდა, თქვენ კარგად იცით ობიექტივი მაუწყებელს არა მარტო ტელეეთერით, არამედ რადიო 105-სა და 0-ზე. ახლა კი შემიძლია გადავცე სიტყვა ბატონ დატო ლასხიშვილს, რადგან სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე სულისჩამდგმელი და ინიციატორი ამ გაერთიანებისა იყო ბატონი დატო. ადგილი გავუწ, მე გავუწ, მოდი შენი ჯექი და მე გავუწ. ლიტატო. აქ უნდა დავაყენოთ 60 რომ მიკროფონი მაგავით გამო.
დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბრძანებისათვის. მე მინდა გითხრათ, რომ ეს გაერთიანება არ მომხდარა მექანიკურად, ჩვენ დაახლოებით 4 თვეა მუშაობთ ამ თემაზე კოლეგებთან ერთად. საერთოდ ნათქვამია, რომ ის რა მდგომარეობაშიც ვართ დღეს, განპირობებულია იმით, თუ რას ვაკეთებდით გუში. ხოლო ჩვენი მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე არის დამოკიდებული იმ ქმედებებზე, რასაც განვახორციელებთ დღეს. აქ ითქვა, რომ ჩვენ ქრონიკულად მუშაობთ მოუწესრიგებელ მედია სფეროში. ეს არის განპირობებული იმით, რომ მედია შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაკადი განისაზღვრება მათი რეგულაცია, განისაზღვრება სხვადასხვა ჯგუფების, პოლიტიკური თუ ბიზნეს ჯგუფების მიერ, რაც ჩვენი აზრით არის არასწორი და სწორედ იმისათვის, რომ მედია ბიზნესში, მედია მენეჯერებმა შეიმუშაონ ერთიანი ყველასათვის გასაგები თამაშის წესები და ამ წესების მიხედვით მოხდეს მედია გარემოს ნორმალიზაცია, ერთ-ერთი მიზანი ჩვენი გაერთიანებისა არის ეს. ჩვენ არ ვერთიანდებით, არ ვქმნით ერთ სტრუქტურას. ანუ სინდიკატის ფორმა ეს არის კავშირი, რომელიც ყველა საინფორმაციო საშუალებას, რომელიც გაერთიანებულია ამ სინდიკატში, უნარჩუნებს დამოუკიდებლობას. მედია სინდიკატის შექმნა ჩვენის აზრით, აი ესეთი ფორმით მოგცემს მრავალფეროვანი მედია პროდუქტის შექმნის, მათ შორის სარეკლამო პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას, გაზრდის ჩვენს არეალს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენ შევეცდებით, რომ ქვეყნის გარეთაც მოვიპოვოთ მცირე, მაგრამ მაინც ჩვენი სეგმენტი ინფორმაციისა. მე მჯერა, რომ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ წარმატებით განვახორციელოთ ეს პროექტი, რასაც საქართველოში პირველი მედია სინდიკატის შექმნა გვია. ალბათ აი ამწელოდეს გადავცემ სიტყვას და მოგესალმებით კოლეგებო. პრინციპში ჩემმა კოლეგებმა ყველაფერი გითხრეს, შექმნის მიზანი, იდეა. რაც შეეხება გაზეთ ვერსიას, ჩვენ გვაქვს ასეთი პრინციპი. ძალიან რთულია დღეს მედია ბაზარზე და განსაკუთრებით ბეჭდვითი მედიის ბაზარზე დამოუკიდებლად დაიმკვიდრო თავი და ფაქტობრივად იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით ბეჭდური მედია, რომ ჩვენ ვეძებთ გზას და გამოსავალს. არის უამრავი პრობლემა, რომელსაც დამოუკიდებლად ვერც ერთი მედია საშუალება ვერ გადაჭრის. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ არსებობს სხვადასხვა მედია გაერთიანებები და სხვათა შორის გაზეთი ვერსია თითქმის ყველა ამ გაერთიანების წევრია, თუმცა ქმედითი შედეგი არანაირი აი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ მიგვიღია. უზარმაზარი პრობლემებია გავრცელების ბაზარზე და ყველაზე დიდ პრობლემას ბეჭდურ მედიას უქმნის დღეს გავრცელების სამსახურები. ძალიან დიდი პრობლემებია სარეკლამო ბაზარზე. ფაქტობრივად ჩვენ დამოუკიდებელი მედია გამოცემები ვდგავართ ამ დილემის წინაშე, იმიტომ რომ სხვაგვარად ჩვენი არსებობა არის წარმოუდგენელი. აქედან გამომდინარე ვერსიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაერთიანდეს სინდიკატში, რომელიც შეეცდება ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებს ბეჭდურ მედიას, შეძლების და გვარად მოაგვაროს და ისეთი პროდუქტი მიაწოდოს საზოგადოებას, რომელიც მისთვისაც საინტერესო იქნება და განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჟურნალისტებისთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მათი ანაზღაურება, მათი ხელფასი დამოკიდებულია სწორედ სარეკლამო ბაზარზე და გაყიდვების რაოდენობაზე გაზეთების. სულ ეს არის, დანარჩენს ალბათ უფრო ვრცლად ვისაუბრეთ ჩვენ ობიექტივის ეთერში და ბატონ ზაალს გადავცემ სიტყვას ჟურნალი თბილისელები. გაბარჯობათ, მე წარმოვადგენ ჟურნალ თბილისელებს. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე 2001 წლიდან დავიკვრეთ თავი მედია ბაზარზე. მაგრამ არა მარტო ჩვენ, თითოეული ჩვენი სინდიკატის წევრი ერთ-ერთი ლიდერია მედია ბაზრის. მე მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მომავალს ჩვენი სინდიკატის შექმნით
მიიღებს ძალიან საინტერესო პროდუქტებს, როგორც ბეჭდურ მედიაში, ასევე სატელევიზიო გადაცემებში. დანარჩენს მე მგონი საღამოს მოგახსენებთ და თქვენ თვითონ შეხედავთ, რომ ჩვენი სინდიკატი კიდევ იტყვის თავის სიტყვას ქართულ მედია ბაზარზე. თამუნა, თვითონ სიტყვა.